სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ მერაბ ყოლბაიას სპექტაკლის იქ ჩვენთან პრემიერა გაიმართა. ეს რეჟისორის რიგით მეოთხე ნამუშევარია. ერთმოქმედებიან ფსიქოლოგიურ დრამაში მოქმედება თანამედროვე დროს აფხაზეთში ვითარდება. ენგურს მიღმა არსებულ სახლში, საიდანაც ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან აფხაზეთი. სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და მინისტრის მოადგილე ზვიად ბულისკერია ესწრებოდნენ. ჩვენი სურვილია რომ დაახლოება იყოს და ამ სპექტაკლით ეს გამოვხატეთ. თვითონ პერსონაჟების მიხედვით იქ არის სიმბოლური სახეები, ეხება აფხაზეთის აწმყოს, რომელიც პერსონაჟით გამოიხატა. უმავალი ეს აფხაზია თვითონ პერსონაჟი და ეს არის ჩვენი იდეა რომ იყოს დაახლოება იქ ცხოვრება აფხაზსა და აქ ნასწავლა აფხაზ შორის. სპექტაკლში ვარ აჩბების შვილი, საბი აჩბა. ამ სპექტაკლში ნათლად არის ნაჩვენები თუ რა ხდება ახლა იქ ჩვენთან აფხაზეთში. ასევე არის ჩვენი ესე ვთქვათ სურვილი და ჩვენი დანახული თვალით თუ რა იქნება მომავალში, რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება გაკეთდეს.